საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. ეს იმ აბსურდული და უარგუმენტო მოთხოვნების ჩამონათვალია, რომელიც ევროპარლამენტარებმა რადიკალების მონაწილეობით ჯერ რეზოლუციის პროექტში ჩაწერეს, შემდეგ კი მიიღეს. საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციას მხარი 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა. 73 წინააღმდეგ წავიდა, 81-მა კი თავი შეიკავა. ობიექტურობისგან და შინაარსისგან დაცლილი რეზოლუციის ავტორებმა ტექსტის შესათანხმებლად ორი დღით ადრე ქართველი რადიკალებიდან ჯაფარიძე გვარამია სპეციალურად სტრასბურგში ჩაიყვანეს. როგორც ჩანს, ქვეყნის ღალატისა და ქართველი ხალხის დასჯის მიზნით ჩასულმა გვარამია ჯაფარიძემ მთავარი მოთხოვნა, რომ შეუჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს ლობისტ ევროპარლამენტარებთან უცვლელად ჩაიტანეს. ევროპარლამენტი არ აღიარებს ქართული ოცნების პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას. აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებას. ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდეს. მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს დაუყოვნებლივი და მიზნობრივი სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის კომპანიებს და ყველა მისი აქტივი გაყინონ ევროკავშირში. მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოში ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს. მოუწოდებს მათ გაავრცელონ ეს სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფებზე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ფინანსურ ხელშემწყობებზე. სანქციები დაუწესდეს მედია საშუალებების მფლობელებს, მათ შორის იმედი ტივი, პოსტივი და რუსთავი 2. ევროპარლამენტი ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ. ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. იმეორებს ევროკომისიისა და საბჭოსადმი თავის მოწოდებას გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს. მოუწოდებს კომისიას გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად, სწრაფად გადაამისამართოს, რათა გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. საქართველოს დასჯის მე-6 მცდელობა წინა 5-ის მსგავსად, იგივე შინაარსითა და უსაფუძვლო მოთხოვნებით დამტკიცდა. უცვლელია რეზოლუციის ავტორებიც მირიან ლექსმანი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის კარგად ცნობილი ლობისტები, რომლებმაც დამნაშავე სააკაშვილი არც ამჯერზე დაივიწყეს და ბრალდებულის გათავისუფლება მე-6-ად მოითხოვეს. რეზოლუცია სასამართლო განაჩენებით დადასტურებული დამნაშავე ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებასთან ერთად კიდევ ერთ აბსურდულ ჩანაწერს მოიცავს. რადიკალების ევროპელი ლობისტები ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა 2022 წლიდან დღემდე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ ყველა რეზოლუციაში ჩაწერეს და წინამორბედ დოკუმენტებს არანაირი იურიდიული შედეგი არ ჰქონია. ევროპარლამენტარების აბსურდი იქამდეც მივიდა, რომ საქართველოში ხელახალ არჩევნებსაც ითხოვენ და კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურად მოიხსენიებენ. უგულებელყოფენ 1.200.000-მდე ქართველი მოქალაქის არჩევანს. ავიწყდებათ ყველაზე დიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ეუთო ოდირის საბოლოო ანგარიშით, სადაც ხაზგასმით წერია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიულად მაღალი სტანდარტითა და საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით ჩატარდა. შანტაჟის მე-6 მცდელობაზეც სახელმწიფოს პასუხი მკაფიოა. ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ ევროპარლამენტის უსამართლო და უსაფუძვლო რეზოლუციები. ქართულ სახელმწიფოზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა მძიმე დაისახება ევროპულ ბიუროკრატიაზე. ქართული ოცნება დიპ-სტეითის გავლენებზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ საბოლოოდ ევროკავშირი აღნიშნული გავლენებისგან გათავისუფლდება. გუსურს გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, ან დიპ-სტეითი გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ დიპ-სტეითი. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას დიპ-სტეითი
თეითის განადგურების საქმეში ჩვენი მხრივ დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გუსურს განვაცხადოთ, რომ ან Deep State გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს Deep State-ის გავლენას, როგორც პრეზიდენტ ტრამპს უსურვებთ გამარჯვებას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც უსურვებთ, რომ თავი დააღწიოს Deep State-ის მავნეზე გავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით, ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. ჩვენი აზრით, სამწუხაროდ ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია. მორიგ მე-6-ზე უსამართლო და უსაფუძვლო რეზოლუციას, რომ არანაირი ფასი არ აქვს, ამაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი ყობახიძის განცხადებით, ის მოთხოვნები, რაც დოკუმენტშია ჩაწერილი, სუვერენულ სახელმწიფოსა და მედიის დამოუკიდებლობაზე თავდასხმა, რაც ერთ-ერთი 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკა იყო. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალები სრულ კოორდინაციაში იყვნენ და არიან. მთავარი მიზანი კი საქართველოს დასჯა. რეზოლუციაში ჩაწერილი მოთხოვნები და მათ შორის ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოხსენება პრემიერის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ევროპული ბიუროკრატია. ამ რეზოლუციას პირველ რიგში არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მორიგი მე-6-ზე სრულიად უსამართლო რეზოლუცია, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, ეს არის თავდასხმა ასევე კონკრეტულად მედიის დამოუკიდებლობაზე. ეს ყველაფერი გვახსენებს იმ 9 წლიან პერიოდს, რა დროსაც სწორედ მოქმედებდა ძიმე რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა სახელმწიფოებრიობას და მედიის დამოუკიდებლობას ჩვენს ქვეყანაში და ეს რეჟიმი იმართებოდა იგივე ძალების მხრიდან, რომლებიც ახლა ასეთ რეზოლუციებს აინიცირებენ ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, არის სრული კოორდინაცია თავის დროზე. ამ კოორდინაციით ცდილობდნენ ჩვენს ომში ჩათრევა, შემდეგ ვერ მოახერხეს ეს ყველაფერი, ვერ მოახერხეს ვერც სანქციებში ჩვენი ჩათრევა, ვერც მოხალისეების გაგზავნის უზრუნველყოფა მთავრობის ოფიციალური თანხმობით და ეს შემდეგ მათი მიზანი იყო ომში ჩათრევა, ესკალაცია, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევა, თუმცა ყველა ეს ცდილობა იყო წარუმატებელი და მათი განაწყენების გამოხატულება ის რეზოლუცია, რომელიც ასევე ერთობლივი კოორდინაციით დაინიცირდა ევროპარლამენტში და ასეთი კოორდინაცია ჰქონდათ ამ ძალებს Deep States, გლობალურ რომის პარტიას და რადიკალურ ოპოზიციას დღევანდელს, ანუ მაშინდელ ნაცმოძრაობას 2012 წლამდე და სწორედ მათი კოორდინაციით წარმოებდა მაშინ თავდასხმა სახელმწიფოებრიობაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე. ახლაც არის ზუსტად იგივე კოორდინაცია, ანუ აქეთ არის კოლექტიური მოძრაობა, ქვეყნის გარეთ კოლექტიური ნაცმოძრაობა, ქვეყნის გარეთ არიან მათი პატრონები და ზუსტად იგივე კოორდინაციით წარმოებს ახლა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, დამოუკიდებელ მედიაზე და სხვა ღირებულებებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. ეს ხას უსვავს ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის რეალურად შექმნილი ევროპარლამენტში. 6 წლის ვადით იყო სალომე ზურაბიშვილი არჩეული, თქვენ გახსოვთ როგორ მოხდა მისი არჩევა რეალურად, მაშინაც ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ ქართულ ოცნებას და 6 წელიწადზე მეტია გასული ამ ასე ვთქვათ არჩევნებიდან. მას შემდეგ ჩადარდა საპრეზიდენტო არჩევნები, დღეს ქვეყანას ხავს ღირსეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა კონკრეტული ძალები, რა თქმა უნდა, ამას ვერ ეგუებიან, მათ კვლავაც სურთ ჩვენს ქვეყანას ხავდეს უღირს პრეზიდენტი, თუმცა ეს არის უკვე ბნელი წარსული, მძიმე წარსული, სალომე ზურაბიშვილი არის ჩვენი ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული, რა თქმა უნდა, ასეთი ჩანაწერები, რასაც ხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. არა მხოლოდ ჩვენთვის არ აქვს ფასი ამ დოკუმენტს, თავად ევროკავშირისთვის არ აქვს ამ დოკუმენტს ფასი, თავისი არსებობიდან გამომდინარე. ამიტომ ეს ადამიანის პოლიტიკური ჯგუფები და განსაკუთრებით საუბარი გვაქვს მათ უკან აუმფარებულ რამდენიმე ევროპარლამენტარზე, რომელიც საკუთარი ფინანსური, პოლიტიკური თუ სხვა მერკანტილისტური მიზნებით ცდილობს ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენებას საქართველოს რეპუტაციის დასაზიანებლად, ამ პროცესს აგრძელებენ უკვე არაერთი წელია. განსაკუთრებით ეს დაიწყო 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთი დაესხა უკრაინას და საქართველოს ბევრისთვის გახდა ერთ-ერთი საჭირო რგოლი რუსეთთან საერთო გალაშქრების, ასე ვთქვათ. დიახ, ისინი ნამდვილად შეგნებულად აზიანებენ საქართველოს რეპუტაციას და სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენ ფაქტობრივად ჩვენთვის ამ დოკუმენტს და არანაირ მცდელობას მათი მხრიდან რომ რაიმე ტიპის საფრთხე შეუქმნან ქვეყანას არ აქვს არანაირი ფასი. ევროპარლამენტმა ქართველი რადიკალების ჩართულობითა და საქართველოს დასჯის მიზნით რიგით მე-6 რეზოლუცია მიიღო, რომელსაც არანაირი იურიდიული შედეგი არ აქვს.